რუსთავის მერიამ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის კიდევ ერთი ხაზი ამოქმედა. მეხუთე მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტი ჭყონდიდელის უბნიდან თბილისის რკინიგზის სადგურამდე იმოძრავებს. მგზავრობის საფასურის გადახდა რუსთავი ქარდით საქართველოს ან TBC ბანკების ბარათებით არის შესაძლებელი. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის, მგზავრობა უფასოა შიშემო პირებისთვის. რუსთავის მერიის გუნდმა დავასრულეთ სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ეტაპი. დღეს კიდევ ერთი ახალი მიმართულება ივლის უკვე ჭყონდიდელის უბნიდან. პირველად არის ისტორიაში, რომ ამ უბნიდან ახალგაზრდებს განსაკუთრებით ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ თბილისში სასწავლებლად მოხვდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ თითოეული რუსთაველისთვის თბილისი რუსთავის მიმართულებით გადაადგილება. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დამოკიდებული ჩვენს ტრანსპორტზე, ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რეფორმა გაგრძელდეს და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ამისთან რაღაცა არ ყოფილა ჩვენთან. პირადად მე მიჭირდა თბილისში წასვლა, იმიტომ რომ სანამ ჩავიდოდი სამსახურში, სამ ტრანსპორტს ვიცვლიდი. ეხლა დავждები და პირდაპირ სამსახურში მივალ. მე კმაყოფილება. და ბევრი ვისაც მე ვიცნობ, ყველა კმაყოფილია. სერვისები, რომლებსაც რუსთავის ტრანსპორტი გთავაზობს თბილისის მიმართულებით, მეტად ხელსაყრელია რუსთაველი სტუდენტებისთვის ის მიმართულებები, რომლებიც დაიგეგმა, საკმაოდ ეხმარება მგზავრთა ნაკადის გადაადგილებას და სტუდენტებისთვის ბევრად კომფორტულ გარემოში ხდება უკვე ეს პროცესი.